გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენს ახალ განყოფილებაში, ლექციაში, რომელსაც link building-ი ქვია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია. ლექცია, სადაც პრაქტიკულად მთავარ მიმართულებას off-page SEO-ს ჩვენ ვისწავლით და გავივლით. ამ ლექციაში ჩვენ ვისწავლით რა არის link building-ი, რა არის backlink-ი, როგორ ხდება პროცესი, რომ ჩვენი ვებსაიტი ნახსენები იყოს სხვადასხვა ბევრ სხვა ვებსაიტზე. რაც საერთო ჯამში გაგვიმჯობესებს პოზიციებს Google-ის საძიებო სისტემაში და არა მარტო Google-ის საძიებო სისტემაში. ხშირად off-page SEO-ს მხოლოდ link building-ადაც მოიხსენიებენ. ეს არასწორია. off-page SEO კიდევ რამოდენიმე სხვა ატრიბუტს მოიცავს, თუმცა ძალიან დიდი სიმართლე რაღაც დონეზე არის ამ ნათქვამში, იმიტომ რომ დიდ ნაწილს off-page SEO-საც იკავებს link building-ი. შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 80-90% სწორედ link building-ია off-page SEO-სი. მაშ ასე, მოდით დავიწყოთ, რა არის link building-ი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ გამოვიყენოთ ეს სისტემა ჩვენი საიტის უკანა წამყვან პოზიციებზე გასაყვანად. Link building-ი ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენი ვებსაიტის ხსენება ხდება სხვა ვებსაიტებზე. ანუ, მე მაქვს ვებსაიტი www.ფეხსაცმელი.g და სხვა ვებსაიტი ახსენებთ თავის სტატიაში ფეხსაცმელი.g-ს. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ ხდებოდა სტატიაში გამავალი ლინკის გამოყენება, ასევე ვთქვით, რომ აუცილებელი არის, რომ მინიმუმ ერთი გამავალი ლინკი იყოს ნახსენები ჩვენს ვებსაიტზე. ვთქვით, რომ ნებისმიერ ტექსტს შეგვიძლია მივანიჭოთ ესეთი რაღაცა, მაგალითად Google G და ჩემს ვებსაიტზე ხდება Google G-ს backlink-ის განთავსება. ანუ ჩემს ვებსაიტზე მე ვახსენე Google-ი, როგორც ავტორიტეტული წყარო. ის რომ ჩემს ვებსაიტზე ნახსენები არის სხვა საიტი, ეს ინფორმაცია ზუსტად აქვს Google-ს. Google თავისი საინფორმაციო საცეცებით მუდმივად იღებს ინფორმაციას, რომელ ვებსაიტზე რა რესურსი არის ნახსენები. მთელი ეს ყოველი ემსახურება იმ ფაქტს, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული შემოწმება, სოციალური აღიარება თქვენი ვებსაიტის. თუ კი თქვენი ვებსაიტის შესახებ საუბრობენ ბევრ სხვადასხვა ვებსაიტებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვებსაიტი არის საინტერესო, თქვენი ვებსაიტი არის მოთხოვნადი. ეს ინფორმაცია მიეწოდება Google-ს და Google-ის შესაბამისად კარგ პოზიციებზე უშვებს ჩვენს ვებსაიტს. Backlink-ი აუცილებელი არის ნებისმიერი საიტისათვის. Backlink-ის შემთხვევაში ჩვენ გვენიჭება ეგრეთ წოდებული ჯუისი, ანუ სიმძლავრე ძალა, რომლითაც იზრდება ავტორიტეტი ჩვენი ვებსაიტის და იწევა წინა პოზიციებზე ჩვენი ვებსაიტი. მარტივად რომ თქვათ, შემდეგ სლაიდზე ნაჩვენები არის პრაქტიკულად როგორ მუშაობს ვებსაიტი, როგორ მუშაობს ეს სისტემა, როდესაც ჩვენ საიტზე ვახსენებთ სხვა საიტს, რაც აუცილებელია ზოგადად და ჩვენი საიტისთვისაც კარგია ეს პროცესი და აუცილებელია, როგორც წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ეს ძალა პრაქტიკულად მიდის მეორე ვებსაიტთან და იმ მეორე ვებსაიტს ემატება სიმძლავრე, ემატება ჯუისი, ემატება ავტორიტეტი. კარგია რომ ჩვენ ვახსენებთ სხვა ვებსაიტს ჩვენ სტატიაში, ეს ჩვენს ვებსაიტზეც კარგად მოქმედებს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ სხვა ვებსაიტებმაც ახსენონ ჩვენი ვებსაიტი. თავიდან რა თქმა უნდა რთულია რომ მოვიპოვოთ ავტორიტეტი, რომ სხვა ვებსაიტებმა დაიმოწმონ ჩვენი ვებსაიტი. თუმცა მთელი backlink-ების link building-ის პროცესი სწორედ აი ამ პროცესს ემსახურება, რომ სხვა საიტებზე რაღაცა მეთოდებით განვათავსოთ ჩვენი საიტის ლინკები, განვათავსოთ ჩვენი გვერდის ლინკები და ამითი გავიზარდოთ პრაქტიკულად ავტორიტეტი Google-ის თვალში. სანამ გადავალთ უშუალოდ ტექნიკურ საკითხებზე, აუცილებლად მინდა მოგახსენოთ, რომ backlink-ები არსებობს როგორც უშუალოდ მთელი დომენის სახელის, ასევე გვერდის backlink-ები. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი ფეხსაცმელების საიტი, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ დომენი იყოს ნახსენები www.ფეხსაცმელი.g, თუმცა თუ გნებავთ რომ კონკრეტული ფეხსაცმლის მოდელი, კონკრეტული პროდუქტი დაირანკოს წინა პოზიციებზე, რომელსაც თქვენ ყიდით, აუცილებელია რომ კონკრეტულად იმ პროდუქტის pages URL-ი ახსენოს სხვა საიტმა. მაგალითად, ავიღოთ ფეხსაცმლის საიტი, ფეხსაცმელი, უბრალოდ ჩავწეროთ Google-ში ჩვეულებრივად, დავუვადოთ რეზულტატებს, გადავიდეთ პირველივე რეზულტატზე. თუ გნებავთ რომ მთლიანად თქვენი ვებსაიტი დაირანკოს, აი მხოლოდ IRCS Shop-G შეგვიძლია რომ ვახსენოთ სხვა ვებსაიტებზე, თუმცა თუ გსურთ რომ ეს მოდელი კონკრეტულად ეს page-ი წავიდეს წინა პოზიციებზე და კონკრეტულად აი ამ page-ით აღმოჩნდეთ თქვენ მოწინავე პოზიციებზე, მნიშვნელოვანია რომ კონკრეტულად აი ეს URL-ი იყოს სხვა ვებსაიტებზე ნახსენები. ანუ ირანკება URL-ი და მთლიანად და ირანკება დომენური სახელიც.
ლინკები, ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, არსებობს ორი სახის. არსებობს do follow ლინკები, follow ლინკები და no follow ლინკები. ეხლა ვისაუბროთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი. do follow ლინკი ნიშნავს ისეთ ლინკს, რომელიც არის კლიკაბელური. ანუ, როცა ჩვენ კურსორს მივიტანთ აი ამ ლინკთან და დავაკლიკავთ, ჩვენ გადავალთ სხვა საიტზე, ეს არის კლიკაბელური ლინკი. თუმცა, მე შეიძლება პირდაპირ კლიკაბელურობის გარეშე მივანიჭო ფუნქცია. აი მაგალითად, Google G ვახსენო სწორედ აი ესე. Google G ნახსენები იქნება, თუმცა არაკლიკაბელური იქნება ეს ლინკი. ეს არის no follow ლინკი. ეს ლინკიც ნორმალურად მოქმედებს, ცუდი არ არის ვებსაიტისათვის, თუმცა როგორც სადა დედამიწა, ისე განსხვავდება ეგრეთ წოდებული სიმძლავრე juicy კლიკაბელური ლინკისა და არაკლიკაბელური ლინკების. მაგალითად, Google G შემთხვევაში აი ამ do no follow ლინკის შემთხვევაში ზოგიერთი საიტი საერთოდ იძახის, რომ აი ამ ლინკებს არ აქვთ არანაირი juicy. შეიძლება რომ უბრალოდ ძალიან ბევრმა მათგანმა ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშოს, კარგი როლი ითამაშოს თქვენს ვებსაიტზე. თუმცა მათი ძალიან დიდი მნიშვნელობა მათ იმდენად ეს თქვა არ ენჭება. ცუდი არ არის, ნამდვილად კარგია თუ იქნება გამოყენებული, თუმცა ჩვენი მთავარი სამიზნე do follow ლინკები, კლიკაბელური ლინკები არის, რომლებიც უნდა განთავსდეს სხვა საიტებზე. მოდით ნახოთ, როგორ მუშაობს მთელი ეს სისტემა. გარე რესურსები, რომლებიც ახსენებენ ჩვენს ვებსაიტს, ამ შემთხვევაში juicy ენერგია მიდის ჩვენს ვებსაიტზე და ჩვენი ვებსაიტი ივსება ენერგიით, ივსება ავტორიტეტით და ეს ავტორიტეტი მუშაობს, რა თქმა უნდა, საძიებო სისტემაზე. თუმცა, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება თვითონ ვებსაიტის ავტორიტეტს. ანუ მარტივად რომ თქვათ, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. შეიძლება რომ სრულიად ახალ გაკეთებულმა ბლოგმა, თუნდაც 10-მა, 20-მა, 30-მა ახსენოს ჩვენი ვებსაიტი. თუმცა, აი ამ 30 ბლოგის ნაცვლად, თუ ძალიან ცნობილი საიტი, მაგალითად CNN-ი დაწერს სტატიას ჩვენი ვებსაიტის შესახებ, CNN-ზე განთავსებული ერთი ლინკი გაცილებით უფრო დიდი ენერგიის juicy-ის მომტანი იქნება ჩვენი ვებსაიტისათვის, ვიდრე უბრალოდ ახალ გამომცხვარი 4 ცალი ბლოგი, თუნდაც 10 და თუნდაც 30, რომელიც გუშინ შეიქმნა და დღეს განათავსეთ სტატიები ჩვენი რესურსის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენ შემდეგ თავებში ვისაუბრებთ არა მხოლოდ როგორ შევქმნათ ბექლინკები სხვა საიტზე, არამედ გავაანალიზოთ ის სხვა საიტები და ვნახოთ, რომელ მათგანს გააჩნია კარგი, მაღალი დომენური ავტორიტეტი, ანუ გამოდგება საერთოდ ის რესურსი, რათა ჩვენი ბექლინკი იმ რესურსზე იყოს განთავსებული. ჩვენი სტატიის შემდგომი ნაწილი უკვე არის, როგორ მივხვდეთ, რამდენად კარგია ვებსაიტი ბექლინკის დასამატებლად. იმისათვის, რათა მივხვდეთ, რამდენად მაღალი არის ვებსაიტი, ჩამოწერილი გახლავთ 4 კრიტერიუმი. მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ ბექლინკის განთავსება საიტისათვის შეიძლება გარკვეულწილად დამაზიანებელიც კი იყოს. თუ ის ვებსაიტი ან Google-შია დაპენალებული, ან გასპამულია თავიდან ბოლომდე და იმ სპამს, ანუ ძალიან ბევრი ზედმეტი ლინკები არის ჩასმული არარელევანტური ჩვენი ლინკის დაემატება, ამ შემთხვევაში პირიქით უარყოფითადაც იმუშავებს და იმოქმედებს ჩვენს ვებსაიტზე. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ეს ვებსაიტის რესურსი რამდენად მაღალი დომენური ავტორიტეტით სარგებლობს. აქ არის 4 მარტივი რამ მოცემული. პირველი, უბრალოდ ნახოთ დომენური ავტორიტეტი, რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ, ესე ვთქვათ, შევამოწმოთ, რამდენად რელევანტური არის ის ვებსაიტი, რომელზედაც ჩვენი საიტის ლინკის განთავსებას ვაპირებთ, იმ კიუორდებზე, რომელ კიუორდებზედაც არის აწყობილი ჩვენი ვებსაიტი, ნახოთ, რამდენად ყავს იმ ვებსაიტის თვითონ ვთქვათ, ანუ ტრაფიკი და რამდენად აქვს ეგრეთ წოდებული refer დომეინები. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა ის რესურსი იყოს იდეურად ახლოს იმ თემატიკასთან, რა თემატიკის შესახებადაც არის ჩვენი ვებსაიტი. თუ ის ვებსაიტი უბრალოდ ზოგადად აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშაში არის, იქ დამატება ჩვენი დომენური ლინკის რეალურად ბევრი არაფრის მომტანი არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის თვითონ რესურსი საკმაოდ ბევრ კარგ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. იმისათვის, რათა ეს პროცესი ვნახოთ, მოდით გადავინაცვლოთ ჩვენთვის ნაცნობ SEMrush-ში და ჩავწეროთ ნებისმიერი ვებსაიტი. აი მაგალითად, ბოლოში ჩვენ რაც ავიღოთ აი ეს ვებსაიტი და ჩვენ განსხვავებით წინარე პროცესისა, როცა keyword overview კატეგორიაში ვიყავით, მნიშვნელოვანი არის, რომ გადავინაცვლოთ მეორე domain overview განყოფილებაში და ამ შემთხვევაში უკვე უშუალოდ დომენური სახელი შევამოწმოთ. ჩავსვათ მოდით ვებსაიტის სახელწოდება, search ღილაკს დავაკლიკოთ და დავალოდოთ რეზულტატებს.
ჩვენ წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, DA კრიტერიუმი, domain authority, დომენის ავტორიტეტულობა. ეს არის 100 ბალიანი შკალით, რამდენად აფასებს Google-ის საძიებო სისტემა ავტორიტეტულობის კუთხით აი ამ დომენს. Google-ის კრიტერიუმს ვერ გავუგებთ ვერაფერს, ალგორითმს რა ნაწილით ხელმძღვანელობს თვითონ Google ძალიან რთული სათქმელია. ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არის დომენის age, ანუ რამდენად ძველია დომენი. თუმცა სხვა კრიტერიუმები ძალიან ბუნდოვანია ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია რომ ვებსაიტს ჰქონდეს ეგრეთ წოდებული organic search-ი, ანუ ორგანულად, ბუნებრივად რეკლამის გარეშე საძიებო სისტემებიდან მომხმარებლები გადმოდიოდნენ ამ ვებსაიტზე და ამ ვებსაიტს ჰქონდეს ყავდეს თავისი ტრაფიკი. და ბოლო განყოფილებაში ეს არის ბექლინკები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ ამ ვებსაიტს აქვს 12100 ბექლინკი. ანუ 12100 ჯერ არის სხვადასხვა რესურსებში ნახსენები ეს ვებსაიტი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. შეგვიძლია ვნახოთ ასევე ტრაფიკის განაწილებაზე. ვნახოთ რამდენად ხომ არ უშვებს საიტი რეკლამას და მხოლოდ სარეკლამო ტრაფიკი ხომ არ არის საიტზე. ეს ხედავთ რომ ორგანული ლურჯი ტრაფიკი არის, ასევე ტრაფიკი რაღაცა დონეზე მზარდია, ნორმალური არის თვითონ ესე ვთქვათ. ხედავთ რომ ძირითადი ტრაფიკი არის მოდის საქართველოსდან, ძალიან მცირე არის სხვა ქვეყნებიდან აბსოლუტურად და ჩვენ ხედავთ იმ კიუორდებს, ორგანულ კიუორდებს, ბუნებრივ კიუორდებს, რომლებიც დარანკულია, ანუ აღებულია Google-ის მიერ, საძიებო სისტემის მიერ და მინიჭებული აქვს აი ამ კიუორდებს პოზიციების საძიებო სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ჩვენ მაგალითად რომ ქონოდა დომენის ავტორიტეტი 0 ან 1, ორგანული search-ი განულებული ყოფილიყო, backlink-ი ყოფილიყო 1 ან 2. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით რომ ეს რესურსი არ არის რელევანტური და ამ რესურსზე განთავსება ჩვენი საიტის backlink-ის პრაქტიკულად წყალში გადაყრილი შრომა. უარესით შეიძლება უარყოფითადაც კი იმოქმედოს კიდევ ერთხელ აი არარელევანტურ რესურსზე განთავსებულმა backlink-მა ჩვენი საიტისათვის. მას შემდეგ რა ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, მას შემდეგ რაც ვიცით რომ ეს წესრიგშია, დომენის ავტორიტეტი 24 მე ვიტყვი რომ ძალიან მაღალიც კი არის, დომენის ავტორიტეტი უკვე 5-6-დან ზევით უკვე ნორმალური ციფრია ჩემი აზრით, ორგანული search-იც როცა აქვს 1000-ობით ვებსაიტს, ეს ძალიან კარგი ნორმალური მაჩვენებელია და backlink-ები როცა 100 და ასე მეტი backlink-ი არის განთავსებული ქართულ სივრცეში, ეს უკვე ნორმალური მაჩვენებელია ჩემი აზრით. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ კი ეს ვებსაიტი განათავსებთ ჩვენი ვებსაიტის ლინკს, თუ კი ჩვენს ფეხსაცმელებს ყიდით, ეს ძალიან კარგად იმოქმედებს ჩვენს ვებსაიტზე და პოზიციებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად აგვაღებინებს საძიებო სისტემებში. შემდეგი მთავარი კითხვა, რაც ისმება, ეს არის რომ გასაგებია, რომ უნდა ვნახოთ რესურსები, უნდა ვნახოთ როგორ დავამატოთ ეს ჩვენი, უნდა ვნახოთ რამდენად რელევანტური არის ისინი. თუმცა ისმება კითხვა, რამდენად სურს იმ ვებსაიტს რომ დაამატოს ჩემი backlink-ი. როგორ გავაკეთო ისე, რომ მოვიძიო ისეთი ვებსაიტები, რომლებზედაც მე შევძლებ ჩემი ვებსაიტის backlink-ის დამატებასა და განთავსებას. მე გთავაზობ 6 ხერხს, რომელსაც ჩვენ ერთად გავივლით, რომელი 6 ხერხიც მინიმუმ საწყის ეტაპზე თქვენ დაგეხმარებათ აი ამ backlink-ების დაგროვების პროცესში და მთლიანად link building-ის პროცესში. მას შემდეგ რაც თქვენი საიტი გახდება უკვე ავტორიტეტული, მერწმუნეთ რომ საიტები თვითონვე აიღებენ თქვენგან სტატიებს, თვითონვე დაიწყებენ დალინკვას და შესაბამისად ეს პროცესი ბუნებრივად მოხდება. ეს პირველი ხელისკვრის ეფექტი ეგრეთ წოდებული, ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიწვიოთ. მოდით დავიწყოთ. ყველაზე გავრცელებული, მოდით მეოთხე ნაწილიდან დავიწყოთ. ეს არის guest posting-ი. ეს სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოვიძიოთ ისეთი ვებსაიტები, რომლებიც რელევანტურია, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, შევამოწმოთ მათი რელევანტურობა, დომენური ავტორიტეტი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი და ვთხოვოთ მათ, რომ ჩვენ დავწერთ სტატიას, კარგ სტატიას იმის შესახებ, რომლის რა თემაზეც არის ეს ვებსაიტი აგებული და ამ სტატიაში იქნება ერთი გამავალი ლინკი მითითებული ჩვენი ვებსაიტისაკენ. რატომ შეიძლება რომ სხვა საიტი დაგვთანხმდეს? იმიტომ რომ მას ეს აწყობს. აწყობს იმიტომ რომ ჩვენ პირველ შეხვედრაში როგორც ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანი არის რომ ნებისმიერ სტატიას ჰქონდეს როგორც შიდა, ასევე გამავალი ლინკი. მნიშვნელოვანი არის რომ ეს გამავალი ლინკი სხვა რესურსისკენ იყოს მიზანმიმართული და არა მხოლოდ შიდა დახურულ სისტემაში მუშაობდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ მართლა მაღალი ხარისხის სტატიას შევთავაზებთ ვებსაიტს, რომელიც იქნება კითხვადი, რომელიც იქნება მოთხოვნადი, ეს მის ინტერესებშიც შედის. და ამ შემთხვევაში ჩვენ ინტერესებშიც არის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ვებსაიტის ლინკი იქნება ამ სტატიაში განთავსებული. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ Google-ში დავიწყოთ
მოძიება ისეთი რესურსების, ვებსაიტების, ბლოგების, რომლებიც არიან ორიენტირებული იმ პროდუქციის თუ მოსახურების გაყიდვაზე, რომელზედაც არის აგებული ჩვენი ვებსაიტი. ბლოგის შემთხვევაში უფრო მარტივი არის. იმ თემატიკის შესახებ უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომელ თემატიკაზეც ჩვენ წერთ და არის მთელი ჩვენი ბლოგი არსებული. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ guest posting variations for მაგალითად shoe blog. ნახოთ, აბა რა ვარიანტები შეიძლება იყოს ისეთი, სადაც შეიძლება რომ იყოს განთავსებული ეგრეთ წოდებული ბლოგინგის შესაძლებლობა იყოს. აი, მითითებული გახლავთ ზოგიერთი საიტი, ბლოგები, სადაც არის მსგავსი ინფორმაცია, ასევე მითითებული არის ვებსაიტები, სადაც არის ჩამოწერილი პირდაპირ ის ბლოგები, რომელ ბლოგებში შესაძლებელი არის, რომ თქვენ განათავსოთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია და ამასთანავე ყველა ბლოგსო თავი გავანებოთ, შეგიძლიათ რომ Google-ში მოიძებნოთ თქვენი ეს პირდაპირი კონკურენტები, ჩამოწეროთ მათი სია ცხრილში, ნახოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მისწეროთ თითოეულ მათგანს მეილზე, რომ თქვენ ბრძანდებით, გაქვთ გარკვეული ექსპერტული ცოდნა ამ საკითხში და თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ერთი ლამაზი კარგი სტატია, სადაც ახსენებთ ერთ ლინკად თქვენს რესურსს, ეს იქნება ორიგინალი სტატია, კითხვადი სტატია, რომელსაც თქვენ თავადაც შემდგომში გადააზიარებთ სოციალურ ქსელში და ამითი მოუტანთ ესე თქვა დადებითი იქნება ეს პროცესი როგორც მათთვის, ასევე თქვენთვის. ამ წერილის შაბლონი მე ცალკე მაქვს შენახული, ამ ლექციის რესურსებში იქნება ატვირთული, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უბრალოდ, მოძებნოთ აი ამ ვებსაიტების პრაქტიკულად ესე თქვა საკონტაქტო ინფორმაციები და დაიწყოთ მათთან კომუნიკაცია, მეილზე მიწერა. ასევე ცალკე არის ეს თქვა ვებსაიტები, სადაც შესაძლებელი არის მსგავსი ბლოგების ჩაწერა. ბლოგები, რომლებიც ეთანხმებიან guest postings და რომლებიც შეიძლება არც ეთანხმებოდნენ, მაგრამ შევთავაზოთ და შეთავაზების შემდგომ დაგვთანხმდეთ. guest posting-ის გარდა ჩვენ კიდევ სხვა ვარიანტები გვაქვს. ეს არის სოციალური მედიის ბექლინკები. ეს ცოტა grey hat SEO არის, თუმცა რაღაც დონეზე მუშაობს. სტრატეგია ძალიან მარტივია. თქვენ ყიდულობთ ერთ ახალ ნომერს, შედიხართ ისეთ ლეპტოპზე, რომელსაც არავინ ნაკლებად იყენებენ, ან შედიხართ ინტერნეტ კაფეში და ქმნით სოციალური ქსელის პროფილებს, სადაც უთითებთ თქვენი ვებსაიტის სახელწოდებას. მაგალითად, ქმნით Facebook-ის პროფილს და ეგრეთ წოდებულ ბიო კატეგორიაში, აღწერილობაში თქვენ წერთ www თქვენი ვებსაიტი.g.com. ქმნით Instagram-ის აკაუნტს, სწორედ ესე და ბიო განყოფილებაში კლიკაბელურად უთითებთ ანუ მსგავს ინფორმაციას, უთითებთ Pinterest-ის აკაუნტსაც ასევე, უთითებთ ასევე Twitter-ის აკაუნტს და აი ამ ყველა სოციალურ ქსელს, რომელიც კი პოპულარულია. რომელიც სოციალური ქსელები შეიძლება იყოს პოპულარული. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაწეროთ networks 20-24-20-23 თქვენ როგორც გნებავთ, შეგიძლიათ თითო-თითოდ ჩამოუყვეთ სათითაოდ და თითოეულ მათგანზე ახალი ნომრით შექმნათ ქსელები. სოციალური ქსელები. ყველას აბსოლუტურად ჩაუწეროთ, დაურთოთ ლინკები და უბრალოდ მივატოვოთ. ეს არის მარტივი გამოსავალი და მარტივი გზა. შემდეგი ნაწილი, რომელიც ასევე სტრატეგია კარგად მუშაობს და თქვა შორის Fiverr-ზე ძალიან ბევრი მათგანი მაქვს გაყიდული მსგავსი სერვისი, ეს არის Yellow Page-ები. Yellow Page-ები, ანუ ყვითელი ფურცლები. ეს სტრატეგია განსაკუთრებით საერთაშორისო global SEO-ზე მუშაობს ნორმალურად. არსებობს ჩამონათვალი ყვითელი ფურცლების ეგრეთ წოდებულის, რომლებიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ იმ კომპანიის სახელწოდება, რომელზედაც თქვენ აკეთებთ ვებსაიტს, თუ ფეხსაცმელებია და არქვით თქვენს კომპანიას მაგალითად ფეხსაცმელი G, რაიმე მსგავსი, მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვებსაიტის გრაფაში ჩაწერეთ კლიკაბელურად თქვენი ვებსაიტი. Yellow Page-ები შეგიძლიათ რომ ასევე Google-ში მოიძიოთ, მაგალითად Yellow Pages USA 2024, ან მე მივაბავ ასევე ჩამონათვალს იმ ყვითელი ფურცლებისას, რომლებიც შესაძლებელია ბექლინკებისთვის გამოყენებულ იქნას და შეგიძლიათ რომ თითოეულ მათგანზე უბრალოდ არეგისტრირდეთ, მიუთითოთ თქვენი ბექლინკი და დაელოდოთ აი ამ მოქმედების შედეგებს. შეიძლება რომელიმე მათგანზე ვერც გაიაროთ რეგისტრაცია, ეს პრობლემა არ არის. თავარი არის რომ რაღაცა ნაწილზე მაინც მოვახერხოთ ჩვენი ბექლინკის დატოვება. Yellow Page-ები მისაღები არის საძიებო სისტემისათვის და ისინი დაპენალებას და პრობლემას რა თქმა უნდა არ ექვემდებარებიან. ცალკე არის ეგრეთ წოდებული ფორუმების კატეგორია. ფორუმები ძალიან საინტერესო მიმართულებებია. შეგიძლიათ ნახოთ ის ფორუმები, რომლებიც არის თქვენს კონკრეტულ ნიშაში ნაჩვენები. მაგალითად, შუ ფორუმს
ის ფეხსაცმლის ფორუმები, რომლებიც უშუალოდ ფეხსაცმლის შესახებ წერენ. Შეგიძლიათ რომ შევძანდეთ თითოეულ მათგანში, დარეგისტრირდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შემდგომში დაიწყოთ დაპოსტვა აი ამ ფორუმებზე და განათავსოთ თქვენი საიტის ბექლინკები, თქვენი page-ის ბექლინკები. ყველაზე დიდი ფორუმი საერთოდ სოფლიოში ეს არის Reddit-ი. Reddit-ი არის ძალიან დიდი, ძალიან ძლავრი სისტემა, ყველაზე დიდი სოფლიოში, საიდანაც შესაძლებელი არის უზარმაზარი ტრაფიკის წამოღება. Reddit-ზე მუშაობა ეს ცალკე ალბათ ცალკე ლექცია ჭირდება აი ამ პროცესს. უბრალოდ ეს საკმაოდ რთული პროცესი არის და დიდი დროს მოითხოვს. დიდ დროს მოითხოვს იმ კუთხით, რომ უბრალოდ შესვლა, პოსტის დაწერა და ლინკის დატოვება დიდად სერიოზულ ფორუმებზე არ ხდება. საჭიროა რომ თქვენ თავიდან მიიღოთ ავტორიტეტი, ეგრეთ წოდებული social proof-ი. თავიდან თქვენ უბრალოდ უნდა შევძანდეთ, უნდა დაიწყოთ ზოგადი პოსტების წერა, თქვენმა პოსტებმა უნდა დააგროვოს მოწონებები, უნდა დააგროვოს გარკვეული რეაქციები, პასუხები და ამის შემდგომ უკვე თქვენ მოგენიჭებათ უფლება რომ ლინკები განათავსოთ სისტემაში. ძალიან კარგი რესურსი არის Reddit-ი, იმიტომ რომ აქ არის უამრავი თემა, ეგრეთ წოდებული subreddit-ი. ანუ ის თემა, რომლის გარშემოც არიან ადამიანები გაერთიანებული. რაც თავარი ეს არის ინგლისურენოვანი რესურსი. აქ 80-90% ამერიკა, კანადა, ბრიტანეთის ესე თქვა ტერიტორიებია და თქვენ არა მარტო ბექლინკს ტოვებთ საიტზე, არამედ თქვენ იღებთ ტრაფიკსაც. იმ ბექლინკს ნახულობს უამრავი ადამიანი. ისინი აკლიკავენ, მართლაც შემოდიან თქვენს ვებსაიტზე და ასევე აქვთ ინტერაქცია. ანუ ჩვენ ვიღებთ ბექლინკს და ჩვენ ვიღებთ ტრაფიკს ერთი მოქმედებით. თუმცა კიდევ ერთხელ, მას ჭირდება დრო, მას ჭირდება ჩართულობა, უბრალოდ დაპოსტვა და გაქრობა ესე არ არის. ჭირდება მართლა დისკუსიებში ჩართვა, საინტერესო კითხვების დაწერა და ასე შემდეგ. ნიშნულოვანი არის რომ ჩვენი პოსტი ასევე იყოს არა უბრალოდ ლინკის დატოვების მსგავსი, არამედ რაღაცა კითხვა. მაგალითად, რამდენად მირჩევდით აი ამ ფეხსაცმელის შეძენას. მაგალითად, აი ჩემი ხელით შევქმენი მსგავსი ფეხსაცმელი, მსგავსი ტიპის პროდუქტი და რას ფიქრობთ? რამდენად კარგია, რა რჩევებს მომცემდით რომ გამოვასწორო ან უკეთესი გავხადო ჩემი პროდუქტი. მსგავსი პოსტები რეალურად და ასევე თქვენი პასუხებიც საერთო ჯამში ძალიან კარგად მუშაობს. შემდეგი ნაწილი სტრატეგიის ერთ-ერთი, მე მგონი ძირითადი სტრატეგიები გავიარეთ, თუმცა არის ასევე ბლოგ პოსტები ეს ეგრეთ წოდებული. ბლოგ პოსტები რა არის? ჩვენ რეალურად ვეძებთ ბლოგებს, რომლებიც ბლოგებიც არიან დაკავშირებული იმ თემატიკასთან, რომელი თემატიკის შესახებაც არის ჩვენი ვებსაიტი და შეგვიძლია რომ იმ ბლოგებს კომენტარებში დაუწეროთ რაიმე ინფორმაცია და მივაყოლოთ ასევე ჩვენი ვებსაიტის ლინკი. ოღონდ ეს არ უნდა დაემსგავსოთ სპამინგის პროცესს. ნიშნულოვანი არის რომ როცა ჩვენ ტვირთავთ ჩვენს ვებსაიტს, ტექსტი იყოს ზოგადად მართლა ეხებოდეს რაღაცა ინფორმაციას და ბუნებრივად იყოს მითითებული ჩასმული ჩვენი ვებსაიტის ბექლინკი. მე არ გირჩევთ გამოყენებას სხვადასხვა რობოტებისას ეგრეთ წოდებულის, რომლებიც უბრალოდ აი ესე უშვებენ ბექლინკებს, ამას პამავენ, ამას უფრო უარყოფითი გავლენა ექნება თქვენს ვებსაიტზე, ვიდრე დადებითი. მე გირჩევთ რომ ბუნებრივად ტექსტუალურად გააფორმოთ ეს ყველაფერი და რამოდენიმე ბლოგზე სცადოთ, ნახოთ რა შედეგს მიიღებთ. ჩვენ ვიცით რომ მთელი ეს პროცესი არ არის ერთი ჯოხის დაქნევა, რომელსაც რაღაცა შედეგი აქვს. თითოეული საიტი არის უნიკალური, თითოეული მიმართულება კიუორდი არის უნიკალური, რაღაცა მუშაობს ერთი სისტემისათვის, რაღაცა არ მუშაობს. ნიშნულოვანია უბრალოდ ტესტოთ რა იმუშავა კარგად თქვენი რესურსისათვის და რამაც კარგად იმუშავა, შემდგომში იმ რესურსებს მიყვეთ აქტიურად, იმ მიმართულებებს მიყვეთ აქტიურად. ასევე მინდა გესაუბროთ კიდევ რამოდენიმე ნაწილზე, რამოდენიმე ტექნიკაზე, იმისათვის რათა მივიღოთ ბექლინკები დამატებით. ეს არის პირველი ლინკების ნახვა, ეს არის Skyscanner-ი, ეგრეთ წოდებული ტექნიკა, reverse image search-ი და social account creating-ი. ამაზე მე მგონი ვისაუბრეთ. მოდით პირველი დავიწყოთ, ეს არის ნახოთ broken გატეხილი ლინკები. რას ნიშნავს გატეხილი ლინკი? გატეხილი ლინკი ეს არის ისეთი ლინკი, რომელი ლინკიც არ არის უკვე მუშა მდგომარეობაში. მაგალითად, ჩვენ დავამატეთ გარკვეული სტატია, თუმცა შემდგომში საერთოდაც გაქრა ის ვებსაიტი, რომელზედაც ჩვენ მიუთითეთ, Google არ გაქრება, მაგრამ მაგალითად ქონდა რაღაცა ერთ-ერთ ვებსაიტზე გაშვებული ლინკი და ის ვებსაიტი საერთოდაც აღარ ფუნქციონირებს. მაგალითად, შეიძლება ჩვენ დავამატეთ ერთი page და შემდგომში ის page ტექნიკურად მაგალითად აღარ უჩანს მომხმარებელს. ეს არის გატეხილი broken ლინკები. broken ლინკები ძალიან ცუდად მუშაობს ვებსაიტისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეამოწმოთ თქვენი ვებსაიტის ლინკები და ნახოთ, ხომ არ არის მსგავსი გატეხილი ლინკი. მსგავსი გატეხილი ლინკი მაშინვე არის სიგნალი SEO-სთვის, SEO-ს კუთხით საცებო სისტემებისათვის, რომ თქვენს ვებსაიტზე ტექნიკურად პრობლემებია და ისინი უკვე აგდებენ საძებო სისტემაში
პოზიციებს და აღარ უწევენ თქვენს ვებსაიტს რეკომენდაციას. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს სტრატეგია გამოვიყენოთ ბექლინკების დასაგროვებლად. როგორ? ეხლავე გეტყვით. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაყენოთ ერთ-ერთი extension-ი, რომელსაც ქვია check my broken links თუ სწორად მახსოვს. მითითებული არის აი აქ ჩვენს სლაიდში, ეს სლაიდებიც რა თქმა უნდა რესურსებში იქნება მითითებული. check my links ქვია, ესე ვთქვათ, აი ამ გაყოფილებას. ეს არის check my links extension. ეხლა თქვენ საერთოდ დავაყენებ მე აი ამ extensions და გიჩვენებთ როგორ გამოიყენება. ძალიან მარტივია. მე ეხლა უბრალოდ ოპერატივ ვარ შესული, თქვენ შეგიძლიათ რომ ოპერით ვარ შესული, თქვენ შეგიძლიათ რომ Chrome-ით შევბრძანდეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე დავაყენებ ესე ვთქვათ აი ამას add to extensions დავაკლიკავ, მე მგონი ეს დაყენებული მაქვს და აი აქ უნდა იყოს, ჩამოსკროლავ თქვენთან ერთად და შევხედავ ესე იგი მოდით remove დავაჭერ ჯერ და ეხლა add to opera-ს დავაკლიკავ, add extension ხელს დავაკლიკავ და წესითა და რიგით ეს extension-ი დაემატება პლაგინი ჩვენს სისტემას. შეგვიძლია გადავიდეთ, ვნახოთ, ოკეი, დავეთანხმოთ ეს ვთქვათ აი ამ ყველაფერს და ვნახოთ extension-ების გრაფაში აი ეს ყოველივე. შევედით აი ამ ნაწილში, მოდით ავპინოთ ეს რომ გამოჩნდეს, აი აქ, აი ესე გამოიყურება ეს extension-ი და ეხლა ვნახოთ თუ როგორ მუშაობს. აი მაგალითად გადავიდეთ ვებსაიტზე, ფეხსაცმელების ვებსაიტში და დავაკლიკოთ აი ამ extensions და ვნახოთ როგორ მუშაობს. extension-მა დაიწყო მუშაობა, დაიწყო ლინკების შემოწმება სათითაოდ ყველა ლინკის რა როგორ მუშაობს. ეხლა ხელთად შემიძლია შევამოწმო სათითაოდ გადავიდეთ, თუმცა ეს უზარმაზარი უაზრო სამუშაო იქნება ჩემი აზრით. სულ რამოდენიმე წამში შეამოწმა თქვენი ვებსაიტი, 222 ველიდური ლინკი არის, 3 არის რომელიც redirects აკეთებს და invalid ლინკი აღმოაჩინა, 1 ცალი invalid ლინკი. ჩვენთვის ეს რატომ არის საინტერესო? ჩვენ გვაქვს ფეხსაცმელების ვებსაიტი. ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ სხვა თვითონ ესე ვთქვათ ვებსაიტებზე, ფორუმებზე, გადავინაცვლოთ ბლოგებზე, რომლებიც წერენ ფეხსაცმელის შესახებ, დავიწყოთ გავაანალიზოთ იმ page-ზე მითითებული ლინკები და თუ აღმოვაჩენთ ეგრეთ წოდებულ broken link-ებს, შეგვიძლია მივწეროთ ადმინისტრაციას, რომ იცით თქვენს ვებსაიტზე broken link-ი აღმოვაჩინეთ. გთხოვთ რომ ჩვენს გვაქვს რესურსი, რომელიც ზუსტად იმავე პროდუქციას ქმნის, რა თქვენ მითითებული ქონდათ ვებსაიტზე. აქ სურთ მე გამოგიგზავნით აი ამ პროდუქციამ ჩვენს ლინკს და ჩვენი ლინკი ჩასვით თქვენს ვებსაიტზე. ჩვენი ვებსაიტი ფუნქციონირებს უპრობლემოდ. ნორმალურ შემთხვევაში, თუ კი უბრალოდ წერს ვებსაიტი ამ ინფორმაციას აი ამ პროდუქტის შესახებ, ის თქვენ დაგთანხმდებათ. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი კონკურენტის ბექლინკები. ეს როგორ ხდება? საკმაოდ მარტივად, შეგვიძლია გადავინაცვლოთ ჩვენს SEMrush-ში და აი აქ ბექლინკების განყოფილებაში უბრალოდ დავაკლიკოთ აი ამ ბექლინკების ოდენობას. ვნახოთ თუ რომელ ვებსაიტზე აქვს ამ რესურსს განთავსებული თავისი ბექლინკები. ქვევით კი როგორც კი ჩამოსკროლავთ, იქნება ყველა ის რესურსი მითითებული, სადაც ლინკები აქვს განთავსებული აი ამ ვებსაიტს. ჩვენ შეგვიძლია აი აქ ავირჩიოთ follow ლინკები, no follow ლინკები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვჭირდება. დავიწყოთ თითოეული რესურსის ანალიტიკა ჩვენი extension-ით და ვნახოთ, ხომ არ აქვს მათ გატეხილი ლინკები. თუ გატეხილი ლინკი აქვს, შეგვიძლია უთხრათ, რომ აი გატეხილი ლინკი გაქვს და მოდით ჩვენი ვებსაიტი ჩასვით. უკეთესიც იქნება, მით უმეტეს თუ ბევრ ეგეთ ლინკს ვიპოვით, მათი ვებსაიტისთვის უკეთესიც კი იქნება და წესითა და რიგით ჩვენ შრომას რომ შევამოწმოთ მათი რესურსი, წესითა და რიგით დააფასებენ. კიდევ ერთხელ, ამით ისინი არაფერს არ კარგავენ. თქვენ და შეგიძლიათ შევბრძანდეთ და ნახოთ, აი სურათში არის აღებული როგორც ჩანს ესე ვთქვათ, აი ეს ბექლინკი სურათებში აქვს ჩასმული, ფასიან ვერსიაში ყველაფერი იქნება აბსოლუტურად free trial შეგიძლიათ ჩართოთ, ლინკი მითითებული იქნება აღწერილობაში, პირველი თქვენ უფასო არის, მერე შეიძლება რომ $120 გადაიხადოთ. ნუ გულწრფელად რო თქვა, ძვირია ცოტა $120 თვეში, თუ 130 ეს SEMrush-ი, თუმცა ერთი თვე გამოყენება მისი ვერსიის ჩემი აზრით ღირს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით და ძალიან კარგ ინფორმაციას იძლევა თითოეული, ასე ვთქვათ, ანუ ეს სისტემა ძალიან მაგარია. მე ცოტათი გადავახტი ესე ვთქვათ ჩვენს სისტემას. შემდგომი სტრატეგია ეს არის Skyscanner-ი. Skyscanner-ი რას გულისხმობს? ჩვენ უნდა დავათვალიეროთ ისეთი ვებსაიტები, რომლებიც არის კონკრეტულად ჩვენს ნიშაში, გადავიდეთ თითოეულ მათგანზე და ვნახოთ თუ რის შესახებ, რა სტატიით არიან ისინი ტოპ პოზიციაზე. ეხლა მე ავირჩიე ისეთი პროდუქტი, ისეთი სიტყვა, რომელიც პროდუქტს მიუთითებს და აქ უბრალოდ პროდუქტის ვებსაიტები არის მითითებული. მე თუ ავიღებ ცოტა მაგალითად აბსტრაქტულ სიტყვას, მაგალითად blogs about love. მაგალითად ბლოგები სიყვარულის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ესე ვთქვათ
კონკრეტულად ის ბლოგები, აი ჩამოთვლილი 10 მაგალითად ბლოგი, 9 ბლოგი, რომლებიც არის სიყვარულის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რომელი სტატიები არის ტოპ პოზიციებზე და გავაანალიზოთ თუ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ისინი ტოპ პოზიციაზე გადიან, გავიდნენ და შემდგომში დავწეროთ მსგავსი ტიპის სტატია ოღონდ გაუმჯობესებული. გაუმჯობესებაში რა იგულისხმება? არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელთაც უკეთესი უნდა იყოს ჩემი ახალი სტატია წინარე სტატიასთან შედარებით. რა კრიტერიუმები არის ეს? აი აქ პირდაპირ არის ჩამოწერილი ესე ვთქვათ, ანუ აქ არის რომ 25 რჩევა უნდა იყოს კონკრეტული უფრო მეტად, უნდა იყოს უფრო დიდი ზომაში სტატია, უფრო ახალი ინფორმაციით უნდა იყოს დატვირთული. მერწმუნეთ რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Google-ის შესანიშნავად ხვდება იმ ახალ ნიუსებს, რომლებიც გამოდის და თუ ის ახალი ნიუსები, ახალი ცხელცხელი ინფორმაცია არის დატანიებული თქვენ სტატიაში, ამ შემთხვევაში თქვენ უკეთეს პოზიციებს განიჭებთ წინარე სტატიასთან შედარებით. ასევე შეგიძლიათ რომ გაუმჯობესოთ დიზაინი, ნახოთ რა სურათები აქვს ამ სტატიას ბლოგში, ამ ბლოგს სტატიაში გამოყენებული, ის სურათები გაუმჯობესოთ ვიზუალურად ესე ვთქვათ და უფრო სიღრმისეულად, უფრო მარტივად კითხვადი გახადოთ თქვენი ახალი ბლოგი. თქვენი ეს ახალი სტატია. აი მაგალითად ეს არის სტატია სიყვარულის შესახებ. აქ არის საკმაოდ გრძელი სტატია არის, თუმცა მე შემიძლია რომ უფრო გრძელი გავხატო ეს სტატია. რაც შემიძლია რომ უკეთესი გავაკეთო, ეს არის რომ ძალიან ნაკლები არის აი აქ სურათების ოდენობა და სურათები დაბალი ხარისხის არის. შემიძლია გაცილებით უკეთესი სურათების განთავსება და ამასთანავე უფრო სასიყვარულო ინფორმაციის, უფრო საყვარელი ინფორმაციის მითითება. ზედმეტი რეკლამების წაშლა და ამითი ჩემი სტატია იქნება უკეთესი. იქნება ამ თემაზე, თუმცა გაცილებით გაუმჯობესებული. ამ სტატიას მე გადმოვიტან ჩემს ვებსაიტზე, შევეცდები გავუკეთო ბეკლინკები და შანსი მაქვს ძალიან დიდი, რომ ამ სტატიაზე უფრო წინ გაიყვანოს Google-მა ჩემი სტატია. იმიტომ რომ ინფორმაცია თითქმის ერთნაირი იქნება, უბრალოდ ბევრი ელემენტი ჩემთან განახლებული იქნება. ამიტომ მე უფრო წინა პოზიციაზე გამიშვებს. ამ სტრატეგიას ქვია Skyscraper სტრატეგია საერთო ჯამში. შემდეგი უკვე არის reverse image search. ეს სტრატეგია მუშაობს მაშინ, როცა თქვენს ვებსაიტს უკვე გააჩნია რესურსი. უკვე ატვირთული არის სურათები, უკვე ატვირთული არის რესურსები, გასული არის ალბათ 1 წელიწადი მინიმუმ და სხვა ვებსაიტები უბრალოდ ტვირთავენ თქვენს სურათებს. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ image სურათების SEO-ს შესახებ. სურათების SEO მნიშვნელოვანი არის არა მარტო იმ კუთხით, რომ სურათები დაირანკოს და სურათებიდან მივიღოთ ტრაფიკი. არამედ მნიშვნელოვანი ის იმიტომ, რომ სხვა ადამიანები იღებენ ჩვენს სურათებს თავიანთ ვებსაიტებში. მეწუნეთ რომ თუ გექნებათ საერთაშორისო გლობალზე გასული ვებსაიტი, აუცილებლად აიღებენ ადამიანები თქვენ სურათებს, აუცილებლად გამოიყენებენ, ჩამოტვირთავენ, გამოიყენებენ სხვა რესურსში. თქვენ შეგიძლიათ რომ უბრალოდ Google-ის სურათის ძიებით მოძებნოთ, ვინ გამოიყენა თქვენი რესურსი, თქვენი სურათის რესურსი. ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ თქვენი სურათი იყოს უნიკალური. თუ თქვენ სხვისგან გაქვთ აღებული, თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, ან თავხედობა იქნება როგორც მინიმუმ. მაგრამ თუ თქვენ თავად შექმნით ეს სურათი, ან ხელოვნურმა ინტელექტმა დაგიგენერირებთ, სადაც კოპირაითი თქვენ გეკუთვნით, თქვენ შეგიძლიათ რომ ძიება სურათით გააკეთოთ, ატვირთოთ სურათი, რომელიც თქვენ გაქვთ გამოყენებული. არ ვიცი, ამ შემთხვევაში მაგალითად ავიღებ აი ამ სურათს, რომელიც მეც გამოვიყენე, სიმართლე რომ თქვა, და აქ მითითებული იქნება ყველა ის მსგავსი სურათი, რომელიც განთავსებული არის სხვადასხვა რესურსებზე. ამ სტრატეგიის არსი რაში მდგომარეობს? შეგიძლიათ სათითაოდ გადახვიდეთ იმ ვებსაიტებზე, რომლებმაც აიღეს ეს სურათი და მიწეროთ წერილი. წერილის შაბლონი აი აქ არის განთავსებული თვითონ და ძალიან მარტივია. მოგესალმებით, თქვენ გამოიყენეთ ჩემი სურათი, ძალიან გთხოვთ რომ დაურთოთ ამ სურათს ჩემი ვებსაიტის სახელწოდება კლიკაბელური. მადლობა, ნახვამდის. აი დაახლოებით მოკლე ესეთი სურათი, თუ კი ოდნავ მაინც ნამუსი აქვთ, ჩვეულებრივად იმ რესურსს, რომელმაც აიღო თქვენი სურათი, წესითა და რიგით ლინკს დაურთავს თან და ამ შემთხვევაში იქნება ყველაფერი წესებში. მის ინტერესებში ცედის, იმიტომ რომ თუ ძალიან მოვინდომეთ იმ სურათის გასაჩივრება შეიძლება და პრობლემების შექმნა. ზედმეტი თავისკივილი ლოგიკურია, რომ დიდად არავის არ ჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს სურათებიც საკმაოდ დიდი და კარგი რესურსია. ამ სტრატეგიას ჭირდება reverse image search. ხო, Skyscraper სტრატეგია უნდა იყოს ეს თქვა აი მითითებული. სოციალურ აკაუნტებზე ჩვენ ვისაუბრეთ. უნდა შექმნათ სოციალური აკაუნტები და ამ სოციალური აკაუნტებით უნდა მიუთითოთ ყველგან კლიკაბელური do follow ლინკი ჩვენი ვებსაიტისა თუ რესურსის. ეს იყო link building-ი. საკმაოდ რთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი სტრატეგიები. ბოლოში, ვიდეოს ბოლოში გეტყვით, რომ
თქვენ თავად უნდა შექმნათ თქვენი სტრატეგია და თქვენი უნიკალური რესურსისათვის განსხვავებული იქნება ეს ყოველივე. ეს არის ძალიან basic ზოგადი ინფორმაცია, მიმართულება, პირველი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადადგათ, რომელიც კლასიკური SEO-ს ჟანრში, ესე ვთქვათ, მუშაობს, თუმცა SEO იმითი არის საინტერესო, რომ თქვენს კონკრეტულ რესურსს კონკრეტული მოქმედებები ჭირდება. და ეს მოქმედებები რომლებია, მხოლოდ თქვენი რესურსი გეტყვით. ასე რომ გირჩევთ სცადოთ ბევრი, ძალიან ბევრი სცადოთ, რომელიმე სტრატეგია აუცილებლად გაამართლებს და ძალიან მაგრადაც გაამართლებს თქვენი ვებსაიტისათვის. მადლობა ყურადღებისათვის და დროებით მომავალ შეხვედრამდე.